რთული გახდა ცხოვრება, რომ რაღაცნაირად თითქოს აი თვითგადარჩენის რეჟიმი აქვს ადამიანს ჩართული, რაც გულისხმობს იმას, რომ მუდმივად დაძაბულია, მუდმივად შრომობს რაღაცა ბევრი საკითხია, რომელთანაც გამკლავება სჭირდება, ხო? ბალანსზე როცა ვსაუბრობთ, ხა ბალანსი არ არის, რომ რაღაცნაირად 25-25-25 რაღაც და ესე დაჭდეს, ხო? ყველა ასპექტში, ცხოვრების ყველა ასპექტში, მაგრამ ინდივიდუალურია. თუმცა მან მნიშვნელოვანი რაც შემოდის არის ის, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი მარტო მუშრომისთვის არ არის გაჩენილი და მას კარგად ყოფნისთვის, აი ბალანსის შეგრძნებისთვის, სადაც პროდუქტიულიც უფრო მეტად არის ადამიანის ხოთაშორის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ როცა ადამიანის ცხოვრებაში არის მარტო საქმიანობა, ან მარტო სამსახური, ავიღოთ ესეთი მარტივი შემთხვევა, ვერაფერთ ვერ იქნება ესეთი პროდუქტიული, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ბალანსირებულია მის ცხოვრებაში ყველაფერი, იმიტომ რომ ისევ ენერგეტიკაზე, ისევ სოციალურ ურთიერთობებზე გადავდივართ, ასპექტები ცხოვრების არის სხვადასხვა. შეიძლება ეს იყოს მეგობრები, ეს იყოს რა ვიცი, პარტნიორული ურთიერთობა, ეს იყოს რაღაცა ჰობი, ასევე იყოს მაგალითად რაღაცა სულიერებისთვის, რაც მინდა რომ გავაკეთო და სულიერებაში აუცილებლად რელიგია არის გულისხმობი და შეიძლება განვითარება იყოს. მაგრამ აი ეს კომპონენტები ქმნის საბოლოო ჯამში სრულს ადამიანს, სრულფასოვან ცხოვრებას უქმნის ადამიანს და ამათი უღელყოფა იწვევს ცალსახად სტრესს. შეიძლება ასე არ იყოს გაცნობიერებული და მიერძეს ადამიანს, რომ რა ვიცი, ძალიან კარგად არის მარტო სამსახურით ან მარტო რაღაც სხვა მიმართულებით, თუმცა საბოლოო ჯამში ფერები ცხოვრებაში შემოაქვს ამ ასპექტებს და შეიძლება ისეთივე დიდი დოზით ვერ შემოგქონდეს ადამიანებს ცხოვრებაში, როგორც სამსახური, ესე იგი 21 საუკუნეში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ურთიერთობებიც, ჰობიც, დასვენებაც, აი ყველაზე ხშირად, მოკლედ, რა გამოწვევის წინაშეც არიან ადამიანები, არის ის, რომ რა ვიცი, ღამეს გაათენებს და გააკეთებს, ხო? იმდენი საქმე აქვს, რა ვიცი, შაბათ-კვირას დასვენება აქვს უღელყოფილი, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარება აქვთ უღელყოფილი და ესეთი ნამუშევარი არსებობს, რას ნანობენ ადამიანები ყველაზე მეტად სიკვდილის წინ და ეხლა არ მინდა რომ ეგეც ნეგატიურ ნოტაზე გადავიდე, თუმცა ნანობენ იმას ზუსტადაც, რომ ეს ასპექტები ცხოვრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მართლა აფერადებს ჩვენ ცხოვრებას, აქვს უგულაყოფილი. როგორ შეიძლება რომ ვიპოვნო ბალანსი? პირველ რიგში უნდა მინდოდეს, რომ ბალანსი შემოვიტანო და აი ნაბიჯ, ხო, რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯებით შემოვიყვანო ეს ასპექტები ჩემ ცხოვრებაში და რა ვიცი, ერთხელ მაინც დაურეკო დედას პირობითად, კვირაში ერთხელ დავაკალენდარო, როგორც სხვა საქმეებს ვაკალენდარებ, რომ მეგობრები ვნახო, მივცე საკუთარ თავს დასვენების საშუალება, მოკლედ რაღაცნაირად უნდა შეძლოს ადამიანმა და იპოვნოს წერტილი, სადაც არის ძალიან ესეთი აქვს მრავალფეროვანი ცხოვრება და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ თანამშრომლები, აი რომ აიღო და იკულიო კიდევაც ესეთი თანამშრომლები, რომელსაც სხვადასხვა ასპექტი აქვს განვითარებული თავის ცხოვრებაში, ბევრად უფრო მეტად დასწრებენ. ბევრად უფრო საინტერესო პროექტებსაც ქმნიან და ბევრად უფრო მეტად პროდუქტიულებიც არიან, ვიდრე ისინი ვისთვისაც მარტო სამსახური არის და მარტო საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. ხანდახან, იმიტომ რომ ადამიანი არის სტრესში, სხვადასხვა მიზეზის გამო პოულობს სადღაცა გამოსავალს და შეიძლება ეს იყოს, რომ საქმეში გადავარდეს მთლიანად, მოკლედ, ანუ თავით გადაეშვა საქმეში და თქვას, რომ იმ პრობლემებზე საფიქრულად, რომ დრო არ დამჭეს, მოდი ძალიან ბევრს ვიმუშავებ, რომ ისე დავიღალო, რომ სახში მისულს აღარ მქონდეს, მოკლედ, არაფერზე ფიქრის თავი. ეს არ აგვარებს მაგ პრობლემას, არც სტრესული სიტუაციიდან არ გამოყავს ადამიანი და პირიქით ეს სტრესი გროვდება და მერე შეიძლება ნამდვილად ხელობრივი გამოვლინება კონდეს ამაზე რაღაცა წუთში გადაიზარდოს საბოლოო ჯამში. ან იმხელა გახდეს ეს სტრესი, რომ ადამიანი მარტო აღარ მოედიოს და დასჭირდეს მოკლედ სპეციალისტის დახმარება.